დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვინც ახლა შემოგვიერთდა შუა დღე მშვიდობის. განწყობაზე უნდა ვისაუბროთ, ხო? როგორ განწყობაზე ხარ? არაჩვეულებრივ ზუსტად. მე დღეს რო დავიწყეთ ბავშვებით პირველი ბლოკი, იმდენ დადებითი ენერგიები მივიღე, რომ ეხა არაჩვეულებრივ განწყობაზე ვარ. ბავშვებისგან, ხო? ბავშვებისგან კი. მე მგონი დამეთანხმებით, რომ ჩვენი წინა სტუმარიც ნათელი მაგალითია იმის მედაზაზე ვსაუბრობთ აი ზუსტად ეს იყო აი ამ თემის გაგრძელება. პოზიტიური აურა. ხო, პოზიტიურიც დაიცი რა არის? აი რაღაცა мотиваცია ქონდა, აი ქცევა. ხო? ქცევა უნდა დაიწყო შენ, აი თქვა გინდა პური. ნუ რო შეჭამო, ხო? რა უნდა გააკეთო, ხო მთელი რიგია, ესე იგი უნდა იყო არსებობდეს პური რო შეჭამო, დგები, მიდიხარ და ჭამ. ეს არის განწყობა, როცა შეიქმნება, არა? უკეთდება რეზულტატიც. როდესაც გაქვს განწყობა, რომ მიაღწიო რაღაცას, ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ განწყობის არსებობა, როდესაც გინდა რომ მიაღწიო რაღაცას და სხვათა შორის აი ეს არ ვიცი, მე ალბათ ფსიქოლოგი შემოგვიერთდება, ხო? კი. და კი, მოგვიანებით შემოგვიერთდება ფსიქოლოგიც, რომელიც უკეთესად გვეტყვის. დღეს რომ სოფლიო განწყობის თეორიაზე ლაპარაკობს, არის დიმიტრი უზნაძის დამსახურება. ეს იყო ქართული და მე მგონი აი განწყობის თეორიის ფუძემდებელი. ეს დაიწყო 1939 წელს. აქტა სოციოლოგიკა, ესეთი სკანდინავიური ჟურნალი გამოდიოდა, სადაც აი ამ განწყობის თეორია ერთ-ერთი პირველი წერილი არის, რომლიდანაც მსოფლიომ აიტაცა ეს თეორია, რომელიც უზნაძის და მისი მოწაფეების მიერ იყო პრაქტიკაში შემუშავებული და წავიდა უკვე როგორც განწყობის თეორია, უზნაძის თეორია და განწყობის ეფექტი. მე მგონი მოვიდა. აი განწყობა კომპეტენტური პირი შემოგვიდა. შემოგვიდა. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელსაც შეუძლიათ თავად შეიქმნან განწყობა. ეგ არის. ნებისმიერ დროს. მოგესალმებით, მე დაგითმოთ ჩემ ადგილს. კომფორტულად მოთავსდეთ. გიორგი, შენ ჩვენთან გადმოდი თუ მინდა შუაში. აი უთქვენოთ რაღაცები ვილაპარაკეთ. რაღაცას მოვკარეთ. ვერ მოვისმინე პრინციპში რომ ვთქვა რაღაც წყვეტილად მესმოდა. არა, აი კახა იყო ნათელი მაგალითი განწყობის მეთქი აი თვითონ უზნაძეც ხო ესე ამბობდა რომ აი განწყობის ეფექტი რო შეიქმნა რომ თუ გინდა პური თუ ქშია ხო? ესე იგი არსებობს უკვე мотиваცია იმისი, რომ განწყობა იქმნება იმისი, რომ უნდა ადგე, მიხვიდე და პური უნდა არსებობდეს, ხო? აი თქვენ ეს იგი შემადგენელი ფაქტორები რა არის, რაც განწყობას ქმნის, მაგრამ რეალურად თქვენ ჟურნალისტები და ყოფაში განწყობას განწყობილებასთან აიგივებთ და განწყობილება ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია, ეს ადამიანის მთლიანი მსახიობები ვარ და მათ კიდე ცალკე თემაა. ხო, მაგრამ რეალურად რას გულისხმობდა უზნაძე და დღეს რა იგულისხმება ამ ტერმინში ეს რო დავაზუსტოთ ეს არის ადამიანის მთლიან პიროვნული მდგომა მარტო ადამიანის არა ეს ცოცხალ ორგანიზმებსაც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს თუ არ შეექმნა განწყობა ანუ ქცევისთვის მზაობა ქცევა არ ხორციელდება და ბუნებრივია როცა ადამიანზე ვლაპარაკობთ მის ემოციურ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა ფსიქიკის ერთ-ერთი სფერო არის ემოციურ გრძნობადი სფერო ხო და ჩვენ აქ ასე ვთქვათ პლუს და მინუს ანუ დადებითი და უარყოფითი განწყობების ასე ვთქვათ კონტექსტში ვსაუბრობთ და ეს ვალენტობა ახასიათებს ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსივობა ახასიათებს რამდენად დადებითად არის განწყობილი ან უარყოფითად ეს უკვე სოციალური განწყობების თემაა რომელიც გარკვეული საგნის ან მოვლენის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას ავლენს ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ ქცევის ანალიზი გავაკეთოთ ქცევის პროგნოზირება მოვახდინოთ ეს ის თეორია მსოფლიოში რამოდენიმე ზოგად ფსიქოლოგიური თეორიებია მათ შორის განწყობის თეორია რომელმაც 80-იან 90 უпростоრეთ 90-იანი წლებიდან გარკვეული იზოლაცია განიცადა ჩვენი ქვეყნის და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცის ვითარებიდან გამომდინარე მაგრამ ახლა ასე ვთქვათ ყველაფერი კეთდება იმიტომ რომ რეალურად ნიუ-იორკში გამოიცა უზნაძის განწყობის თეორია კი ბატონო ვუნტის სკოლის ანუ ლაიფციგში პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორიის ფუძემდებლის სტუდენტი იყო
მისი სტიპენდიანტი, მე ჩამოვიდა თბილისში, საქართველოში დაარსა ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც 3 წლის წინ გაუქმდა, მაგრამ ახლა აღდგა. კი, იურიდიულად აღდგა და გაზაფხულიდან უკვე დავიწყებთ იმედია ფუნქციონირებას. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია გილოცავთ. კი, ახალი ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტის დამსახურება. არა, იმიტომ რომ არ შეიძლება უკაცრავად ჩაგეჭრებით, ალბათ არ შეიძლებოდა მსოფლიოს რომ ისე განწყობის თეორია და საქართველოსდან იყო და თან ეს იყო ბავშვთა ფსიქოპედაგოგიკის და საფუძვლები არსებობდა სახელმძღვანელოები და სხვათა შორის sakmaut წარმატებულად მიდიოდა მე მგონი ხო პედაგოგიკა ექსპერიმენტული კვლევები და ამაზე იდგა არა მარტო საქართველოს ფსიქოლოგიური სკოლა. რამდენად გამოიყენება ვთქვათ იგივე პედაგოგებში მაგალითად იგივე საგანმანათლებლო სისტემაში ეს თქვათ იგივე უზნაძის რამდენად დღევანდელი საქართველოს საერთოდ პედაგოგიკა როგორც მეცნიერება რას აკეთებს მიჭერს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში მეცნიერება დაინგრა. თქვენ იცით ამის შესახებ, მაგრამ სანამ ეს გრევა მოხდებოდა, რა თქმა უნდა, ეს ექსპერიმენტული კვლევები და ძალიან ბევრი გაკეთა უზნაძის მერე სოციალური განწყობის თეორია შეიქმნა, ძალიან სერიოზული კანონზომიერებები დადგინდა, რომელიც საერთოდ ურთიერთობების რეგულაციის საშუალებებს ბერკეტებს პირდაპირ გვაწვდის, როგორც რეცეპტურას, ასე ვთქვათ, რა ვაკეთოთ, კონფლიქტების რეგულაცია, მათ შორის აღზრდა განვითარების ხელშეწყობა, პედაგოგიური მიდგომები ეს ყველაფერი არსებობს დღევანდელ დღეს, სხვა შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში, თქვენ იცით ახლა როგორ სერიოზულად უდგებოდა ამ საკითხებს, როცა ეს ერთიანი სივრცე იყო, დღესაც დარჩა და ეს მიმოწერები არსებობს, ეს სამეცნიერო სკოლები, სადაც ფუნქციონირებს, უზნაძის სკოლა ძალიან სერიოზულ როლს ასრულებს დღესაც და არა მარტო, საზღვარგარეთაც ჩვენ გვაქვს კავშირები, მსოფლიო სამეცნიერო ასოციაციის წევრები ვართ და ამ მხრივ ეს გაცვლა გამოცვლა და სხვა შორის არაერთ უნივერსიტეტს უკვე გაუჩნდა სურვილი, რომ ამ კურიკულუმით შევიდეს მათ სასწავლო დისციპლინებში განწყობის ფსიქოლოგიის. ოღონდ უკვე ეს თანამედროვე სოციალური განწყობებია ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უზნაძესთან მაინც ეს ვიწროთ იყო სენსომოტორული, ანუ ჩვენი შეგრძნებისეულ სამოძრაო სფეროში ზოგადად მთელი ცოცხალი ორგანიზმის, მაგრამ ადამიანური ანთროპული განწყობების შესახებ უკვე შემდგომში 60-იან წლებში აკადემიკოსმა შოთა ნადირაშვილმა ახალი მიმართულება შექმნა, სწორედ მისი ასპირანტი იყო და ამ საფუძველზე და დღეს ჩვენ ძალიან სერიოზული კანონზომიერებების, ასე ვთქვათ, ფლობელები ვართ ამ სფეროში. კიდე კითხვა მინდა დაგისვათ, შეიძლება გავუტონო. ესე იგი როგორც პიროვნებას ეს ადამიანი იქნება თუ მასა ვთქვათ იგივე ხო მასას განწყობას როგორცაც შეუქმნი ხო გამომდინარე აქედან ისეთი რეზულტატი იქნება ხო ის გადავაქცევაში და ალბათ საინტერესოა 2-20 სიტყვით ეს სერიოზული თემებია მაგრამ ვეცდები გასაგებად თავარ საკითხებზე ხო ეს არის ესე იგი ამ შემთხვევაში ცოცხალი ორგანიზმის და რახან ადამიანზე ვსაუბრობთ ადამიანის მზაობა ქცევისთვის მთლიანად მომართული ადამიანი ემოციურად ფიზიკურად მენტალურად ანუ აზრობრივად მომართულია კონკრეტული ქცევის განსახორციელებად ამას წინაპირობები აქვს უნდა შეერთდეს ერთმანეთთან მოთხოვნილება აი თქვენ რაც თქვით იმის დაკმაყოფილების საშუალება ანუ საგანი და შესაძლებლობა რომ ის თუ ერთ-ერთი აკლია განწყობა ვერ ჩამოყალიბდება იმის გამეორებითობა ანუ აი ამ განწყობების გამეორება იწვევს ფიქსაციას ანუ ხდება მექანიკურად ამ განწყობის არაცნობიერ დონეზე შენახვა ანუ განწყობების შენახვის პრინციპზე ვსაუბრობთ როდესაც ფიქსირებულ განწყობებზე ვლაპარაკობთ და ეხლა უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ პიროვნულ განწყობებზე როგორც ფასეულობათა სისტემის შემადგენელზე ეს არის დისპოზიციური განწყობა როცა ადამიანი თავისი აღზრდა განვითარებიდან იქიდან გამომდინარე ვთქვათ როგორ ცხოვრობს რა ტიპის ასე ვთქვათ ქცევებს ახორციელებს მაშინ ეს ტენდენცია როგორც დისპოზიცია უკვე არსებობს მაგრამ ძალიან დიდ როლს თამაშობს სიტუაცია და გარკვეულ სიტუაციებს შეუძლია შეცვალოს ეს დისპოზიცია და სიტუაციურად ამოქმედოს ადამიანს
ადამიანი იმ სიტუაციის ადეკვატურად და შესაბამისად, რომელიც მას კარნახობს ყველაზე მიზანშეწონილ ქცევას ამ შემთხვევაში. ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ზოგადად ქცევას ორი თვალსაზრისით, რა არის დისპოზიციური, ანუ პრედისპოზიცია, პიროვნული და სიტუაციური განწყობა და ეს სიტუაციები ჩვენზე ბუნებრივია სერიოზულ გავლენას ახდენს და ჩვენი მოქმედება, ჩვენი ქცევა ხშირად სიტუაციიდან გამომდინარე ხდება. აი, უფრო კონკრეტულად რო ვისაუბროთ, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ განწყობით შეიძლება ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები მოვაგვაროთ. რამდენად რეალური არის ეს და რამდენად შესაძლებელია, რა თქმა უნდა, პროფესიონალთან პირიქითაც გამიგია. ცუდი განწყობით, ცუდი ფიქრებით შეიძლება მართლა ცუდი დაგემართოს რაღაცა. თუ ვიტყვით, რომ ახლა განწყობაში ნამდვილად ფსიქოემოციური გრძნობადი ფონი ძალიან დიდ როლს თამაშობს, რა თქმა უნდა, ეს კარგად ნაკლებია, რომ დადებითი ემოციები, ახლა ფიზიოლოგიის დონეზე თავის ტვინიდან ენდოგენური მორფინი, ანუ ენდორფინი გამოიყოფა, დიახ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ჰორმონებია ჩვენი ჯანმრთელობისათვის და რა თქმა უნდა, პოზიტიურ ემოციებს აქვს სამკურნალო თერაპიული დატვირთვა. ხორცულია ამის მიღწევა. ჩვენ დღევანდელობით რუტინული ცხოვრებიდან გამომდინარე. მართალია უზნაძე ლაპარაკობდა, რომ წერდა მისი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობის უფრო პირველ პერიოდში, რომ განწყობა არაცნობიერია, მაგრამ იქ არის უკვე გარკვეული მინიშნებები შემდგომში, რომ ცნობიერდება კიდევაც და მთლიანად ეხლა ანთროპულ თეორიას თუ შევეხებით, ანუ ადამიანურ განწყობებზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენ ვხედავთ, რომ განწყობები ცნობიერდება და მათ შორის შესაძლებელი რომ ადამიანმა ცნობიერი განწყობა შეიქმნას. თუ ადამიანი მომართულია იმაზე შეგნებულად, რომ მან ვთქვათ დადებითი გუნებგანწყობილება, დადებითი ემოციური ფონი შეიქმნას, ის უნდა დაფიქრდეს, რა ანიჭებს მას სიამოვნებას. მართლა თერაპიული დატვირთვა, აი დეპრესიების შეგიძლია შეიქმნას. აბსოლუტურად შეგიძლია და გაქვს ეს რესურსი, რომ გაიაზრო რა განიჭებს სიამოვნებას. ვიღაცას სიამოვნებას ანიჭებს, ვთქვათ, ხატვა, ვიღაცას მუსიკის კონკრეტული მუსიკალური, ვთქვათ, რაღაცა ჟანრის მოსმენა, ხო? სხვა შეიძლება მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ვიღაცათვის კინო, ხო? სინემათერაპია, ვთქვათ, უამრავი რა, მათ შორის, ვთქვათ, შოპინგი, რაზედაც დღეს ხშირად საუბრობენ, რომ ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე აქტივობაა, ხო? აი ის რაც ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებს, ხო? მათ შორის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა. ამის ხელშეწყობა არის ჩვენი შესაძლებლობების სფეროში, ან პირიქით, ხო იცით, უამრავი ადამიანი არსებობს, რომ უნებლიეთ ისე ცხოვრობს, რომ პირიქით ხელს უშლის თავის დადებით ემოციების, ხო, აი როგორც ფონის შექმნას, ხო? ის თითქოს სპეციალურად ისე იქცევა, რომ თავისთავი რაღაცა მოღუშულ ასეთ არსებობენ ეგეთი ადამიანები, რომელსაც მოწონთ. მართლმსაჯულებელია, რომ მარტომ გაართვა ამას თავი. ყოველთვის სარგებელი, რაღაცას ამით იღებს ის ვერაცნობიერებს. ნუ კამს სწორი კითხვა დასვა, გარეგანი ჩარევა ჭირდება ამ ყველაფერს. ხანდახან არის ყველაფერი გაქვს. აი ფსიქოთერაპია. ერთადერთი შემთხვევა, ეხა ვინაიდან მე თვითონ ფსიქოთერაპიაში ვარ უკვე 13 წელიწადია. ერთადერთი შემთხვევა, რომელიც აუცილებელი და არასაკმარისი პირობა არის იმისთვის, რომ თერაპიული პროცესი წარიმართოს ეფექტურად, არის რომ ადამიანი ხვდებოდეს, რომ მას უნდა შეცვალოს თავის მდგომარეობა, მაგრამ ამჩნევს, რომ საკუთარი რესურსები პირველი არ არის ამისთვის საკმარისი. ის აი იქნის განწყობას, რომ შეცვალოს თავის მდგომარეობა. რას აკეთებს მე? ექნება მოთხოვნილება ამ ცვლილების ეძებს სპეციალისტს. როგორც კი ის ამ მოთხოვნილებით მოქმედებს, აუცილებლად ვინც ეძებს ის პოვებს, გამოჩნდება, ის ვინც მას ჭირდება, შეხვდება ეს ორი მოთხოვნილება და სიტუაცია ერთმანეთს და თუ იმ სპეციალისტმა მასაც აქვს мотиваცია და მას კიდევ პროფესიული დონე შესატყვისი, მაშინ ეს ქმედება შესრულდება და ნუ იქიდან გამომდინარე შეიცვლება მისი მდგომარეობა. ჩვენთან ეს კლიშე კიდე არის, მე მგონი, რომ რაღაცა პერიოდულად ეთაკილება ადამიანს, აღიარება, რომ მას რაღაც პრობლემა აქვს და სპეციალით მისვლის. მე მგონი ყველას გონია, უმრავლესობას გონია, რომ თვითონ შეძლებს მოერიოს ამას. ეს პრობლემა ამბიცია ინდივიდუალურია, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება არჩევანი. თუმცა აი ფსიქოთერაპიულ პროცესში პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა გააცნობიეროს რა სურს მას. ზოგჯერ ასეა, რომ ვთქვათ, მოდის და ადამიანი ფიქრობს, რომ
რომ ფსიქოთერაპევტი ან ფსიქოთერაპევტი უფრო რაღაც ბუნდოვანი ტერმინია. აწყობთ რომ ფსიქოლოგი ერქვას, მაგრამ როგორც ფსიქოლოგი უნდა იყოს ფსიქოთერაპევტი, ასეთ ფსიქიატრსაც აქვს ეს, ასე ვთქვათ, ცალკე განათლების და ანუ უნივერსიტეტის შემდგომი განათლების სფეროა ესა. აუცილებელია რომ ფსიქოკონსულტანტის ან ფსიქოთერაპევტის ბექგრაუნდი, ანუ განათლება კონდეს. ჩვეულებრივ არსებობს საინჟინრო და შრომის ფსიქოლოგია, ის ვერ გაწევს შესაბამის კონსულტირებას და ბევრი ადამიანი სხვა შორის არის ხოლმე იმედგაცრუებული, იმიტომ რომ იქ არ მიდის, სადაც საჭირო, ან ბაკალავრიატ დამთავრებული უცებ, თქვათ, თავის კაბინეტში. კომპეტენციის ნაკლებობაც. რაც ზოგადად ქვეყნის პრობლემა. მაგრამ რეალურად ესეთი ვითარებაა, რომ როდესაც მოდის ადამიანი, მან უნდა გააცნობიეროს თავის პასუხისმგებლობა, რომ მას უნდა შეცვალოს თავის მდგომარეობა და ამისთვის უნდა დაგიხმაროს და არა გადმოგაბაროს მთელი ეს პასუხისმგებლობა და რაღაცა თვითონ პასიური ესეთი პოზიცია დაიკავოს. აი ხა მე წერან გიორგიმ კითხვა, მაგრამ ჩვენ მე მგონი მეტნაკლებად მსახიობებთან არის ის, რომ ადამიანი ძალად იყენებს იმ სიტუაციაში თავს, როდა რაც არის საჭირო, თქვა სპექტაკლის ან ფილმის რომელიღაც ეპიზოდისთვის და ჩვენი სტრესები არ გვიყოფა კიდევ ზედმეტად იმას შვება ხოლმე რა ამას, მაგრამ უკვე ნავარჯიშებიც არის თუ ეხლა ოსტატობა აქვს, რომ იქიდან გამოვიდეს მალევე და რამდენია რომ ვეღარ გადასახვის პროცესს გულისხმობ. აქაც არის ეს განწყობის. აუცილებლად ყველგან არის ეს ყველა ქცევის წინაპირობა განწყობაა და როდესაც მსახიობი აქვს მოთხოვნილება ითამაშოს როლი, მთელი მისი ფსიქოფიზიკური ძალები მობილიზებულია ამ როლის რეალიზაციისკენ. მაგრამ ძალიან დამღლელი არის ეს ფსიქოლოგიურად და ძალიან მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ არსებობს ეს ანუ გარკვეული ფიდბექი, რასაც ქვია ქართულად, ანუ ის უკვე ანაზღაურება, რომელსაც ადამიანი იღებს და სხვა შორის აქ მართლაც საინტერესო საკითხია, რომ ასევე კვლევები აჩვენებს აი ამ სოციალური განწყობის სფეროში, რომ თუ ადამიანი იღებს სიამოვნებას თავისი განხორციელებული ქცევის, მათ შორის რთული და შეიძლება გარკვეული ბარიერების და წინაღობების გადალახვის შემდეგ, თუ როგორც რეზულტატს იღებს სიამოვნებას, ეს ასევე ამ განწყობის ფიქსაციის წინაპირობა და ანუ ის არაცნობიერად უკვე მიისწრაფვის ამ ქცევის გამეორებისკენ. ამიტომ მსახიობი, რომელიც სიამოვნებას იღებს, ეს ტაში როგორც სოციალური განმტკიცება პოზიტიური, ძალიან დიდ როლს თამაშობს, თქვათ, სწორედ სტიმულირებაში, მოტივაციის ზრდაში და პირიქით ნეგატიური განმტკიცებები, ახლა ცოტა ბიჰევიორისტულ ტერმინებში გადავედი, მაგრამ რეალურად ეს აქ არის, ტერმინოლოგიური განსხვავებებია უბრალოდ. ეს ყველაფერი პირიქით იწვევს, ანუ უარყოფითი ანუ მაგალითად ჩავარდნა რაღაცა როლის შედეგად ხო წარუმატებლობა, ეს უკან დახევის და გარკვეული შებოჭვის წინაპირობებს ქმნის და ხშირად თვითშეფასების დავარდა. თვითშეფასების დაქვეითებაც, რომელიც მართლა მოტივაციის იმას მსახიობს არა ნებისმიერ პროფესიაში შეიძლება გულისხმოთ. ხო და აი როდესაც ადამიანი თვითონ ვეღარ ახერხებს ამის დაძლევას, აქ არის უამრავი რესურსი ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში, რომ ადამიანს დაეხმარო იმაში, რომ ეს რესურსები იპოვოს და გააქტიუროს. გაზაფხულია ბუზი შემოხვიდა ჩვენ სტუდიაში. ჯობდა პეპელა ყოფილიყო გაზაფხულის მომასწავლებელი ბუზის მაგივრად. მე მაინტერესებს რამდენად შეუძლია ადამიანს მართოს თავისი განწყობა. ანუ მსახიობებზე არ მაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ ეხლა რო გისმენდით, მივხვდი რომ მსახიობს ეს უფრო მარტივად შეუძლია, იმიტომ რომ თავისი პრაქტიკიდან გამომდინარე შეუძლია რომ მარტივად არა, ნუ ესეც ვარჯიშით არის. კი, სწავლობ ყოველ შემთხვევაში, ესენი არ სწავლობ. ჩვენ არ სწავლობ. რა შეიძლება რომ გავაკეთო? ყოფით ენაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანს არა მხოლოდ შეუძლია საკუთარი თავის მართვა, არამედ ეს არის ადამიანის მოწოდება, არც ერთ სხვა ცოცხალ ორგანიზმს ეს უნარი არ გააჩნია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ცნობიერება, ნიშნავს საკუთარი თავზე დაკვირვების, საკუთარი თავის აღქმის უნარი და აქედან გამომდინარე, როცა ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი თავი, იგულისხმება სულ სამი რამე, იმიტომ რომ ფსიქიკაში ზოგადად სამი სფეროა, ეს არის ინტელექტუალური, გრძნობად ემოციური და ქცევითი. სამი რამის მართვაზეა საუბარი, რომლის ტრენინგიც არსებობს, რომელიც ინდივიდუალურ კონსულტაციებზეც თავისუფლად ათვისებადი და გავარჯიშებადი, თავარი ადამიანი იყოს განწყობილი, უნდოდეს ეს იყოს მოტივირებული, რომ მოახერხოს ამ ყველაფრის განხორციელება. რა რჩევას მოგცემდით მაგალითად ყოველ დღე ეთერში რომ შემოვიდეთ ძალიან კარგი განწყობით. აი რა გავაკეთოთ პრაქტიკულად. ხო, პრაქტიკულად რა შეიძლება გააკეთოთ. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ სხეულთან იქონიოთ
კონტაქტი, ვინც მსახიობები ხართ, იცით ეს, რომ თქვენი შეგრძნებები უნდა გქონდეთ აღქმაში. თუ სადმე დისკომფორტია, უნდა ეცადოთ, რომ ეს დისკომფორტი მოხსნათ. სუნთქვას აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ სუნთქვის შეკავება იწვევს დაძაბულობას და მთელ რიგ პრობლემებს შემდგომში, დისკომფორტის შეგრძნების დას და ასე შემდეგ. ამიტომ ისუნთქეთ, მოდუნდით, ეცადეთ რომ რაღაც პოზიტიურზე იფიქროთ ამ დროს, რომელიც რეალობასთან არის კავშირში. მუსიკას იმხელა გავლენა აქვს ჩვენს ფსიქიკაზე, რომ მუსიკა თერაპია ცალკე დარგია, ძალიან სერიოზული, რომელსაც თერაპიული დანიშნულება აქვს და რო არ გამოიყენოთ, ალბათ ზაზა სხვათა შორის დაკვირვებულები ვართ, როდესაც ეთერის წინ მუსიკას გვირთავენ და ჩვენ შევდივართ გადასარევ განწყობას, რა თქმა უნდა, არსებობს მელოდიები აღამინდა გავაგრძელო, რომელიც დამთორგუნველად მოქმედებს ადამიანს. ხალბატონო, ძალიან დიდი უღრმესი მადლობა ამ ექსკურსიისთვის. საუბარი კი, ჩვენ როგორ განწყობაზეც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის ვეცდებით, რომ თქვენ შეგიქმნათ საუკეთესო განწყობა. საუკეთესო განწყობისთვის ჯერ რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, ისე ძალიან საინტერესო თემით დაგველოდეთ არ გადაარჩენთ. საგრიმეოროში.